თანამედროვე განათლების აკადემიაში შემოდგომის ტრადიციული აქტივობა ხილის ფესტივალი გაიმართა. მაშინ მონაწილეობა ბაღისა და ფრესკულის ახსაზრდელებმა მშობლებთან და აღმზრდელ მასწავლებლებთან ერთად მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო პატარების ნამუშევრების თემატური გამოფენა, სადაც თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა. Komisijas uწოდეთ ფორმალურად ხილის ფესტივალი, სინამდვილეში კი არის გართობა, ხალისი და ერთად რაღაცა შექმნა ბავშვებთან ერთად. ბავშვები ძალიან გახარებულები არიან იმით, რომ მშობლები არიან ჩართულები ამ აქტივობაში. აქტივობის შემოქმედებით და სახალისო ნაწილში ბავშვებმა მშობლების დახმარებით მრავალფეროვანი ხილის არტი შექმნეს. ფესტივალის მთავარი მიზანი მშობლების ჩართულობის გაზრდა და სასწავლო პროცესის თამაშითა და შემოქმედებითობით გამრავალფეროვნება წელსაც მიღწეულია. ვიწვალეთ ბავშვთან ერთად გამოგერამედია გამოგვივიდა კარგი რა. ძალიან გავხარისეთ. ესეც ჩვენი ნამუშევარი, ეს არის დედა თუ, შვილები, ეს პატარა ხე კუნძულზე. ესეთი საინტერესო ღონისძიება გამოგვივიდა დღეს. და გავახარეთ ბავშვები, ცოტა ბავშვებმა იმუშავეს, ცოტა ჩვენ. აკადემიის საბავშვო ბაღსა და ფრესკულში რომ სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესი სწავლებასთან ერთად სახალისო და შემოქმედებითია, ამას წლის განმავლობაში გამართული არაერთი აქტივობაც ადასტურებს. მათ შორისაა სწორედ ხილის ფესტივალი, რისთვისაც პატარები და მათი აღმზრდელები საგანგებოდ ემზადებიან. ბავშვები მშობლების ჩართულობით აკეთებენ ხილისგან სხვადასხვა ფორმებს, ფიგურებს, სხვადასხვა გამოსახულების არტს ქმნით და ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო და ძალიან უხარიათ ბავშვებს და მე მგონი მშობლებს უფრო მეტად უხარიათ მონაწილეობის მიღება. ამისთვის წინასწარ ემზადებით, ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და უამრავ ნამუშევრას აკეთებენ და ძალიან ელოდებენ და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აი ამ ფესტივალის ფარგლებში ჩართულები არიან მშობლები. საზეიმო განწყობა იქნება ამითი, მშობლებიც უკეთ იცნობენ შვილის მეგობრებს და შვილთან ერთად დღესასწაულს აწყობენ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ბავშვებმა ისწავლონ მშობლებთან ერთად მუშაობა, დროის ჯანსაღად გატარება და ამავე დროს გარდა იმისა, რომ ბავშვები კრეატიული შემოქმედებით აქტივობას ეწევიან, მშობლები ეცნობიან სხვა მშობლებს, უფრო მეტად ახლოვდებიან და ეს სოციალური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ხილის ფესტივალი აკადემიის ტრადიციული აქტივობაა და ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება. ეს ფერადი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სწავლა მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის, ის სიხარულისა და მეგობრობის გაზიარების საუკეთესო გზაა.